Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩემ შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ გავმიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში და დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი ფავორიტი TikTok წყვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრს არ გეცოდინებათ, რადგან თქვენ იცნობთ მხოლოდ ქეთის და უჩას და ამ შემდეგ, მაგრამ TikTok-ზე არის ერთი წყვილი, რომელიც აბსოლუტურად ყველა წვილს ფარავს სიგიჟეში, სიკეთეში. და ზოგადად TikTok-ერობაში, იმიტომ რომ რა არის სხვა TikTok-ი თუ არა ეს. ეს წყვილი გახლავთ, ჩავრთავ ახავე ჩაწერას. ეს წყვილი გახლავთ გოგა და მისი მეუღლე. რა ხდება მიშა? რა გააკეთა ამ წყულმა ისეთი? რითიც შენი ყურადღება დაიმსახურეს. ამ წყულმა იშვილა მეგობრებო კატა? არა. ძაღლი? არა. ბავშვი? მაგდანად კეთილი წყვილია? არა. ამ წყულმა იშვილა შეშლი ჯონი. და ადამიანები აცხოვრებდნენ საკუთარ სახლში, საკუთარ პატარა ბავშვებთან ერთად შეშლილ ჯონის. 7 თვის მანძილზე. მე მინდა ზოგადად გადაგახედოთ ვიდეოებზე. ქობულეთია ლობიო ალაპარაკდა მსოფლიო. გედაცვალე. ძალიან მაგარად გამახარა ჰოლივუდის როლმა. ამიტომაც გააკეთეს ქობულეთი ტოლმას. მოგესალმებით, ჩვენ ვერგულო მეგობრებო. მოგესალმებით ჩემო კარგებო. ახლა ჩვენი ყურები ჩოხატაურში გურულებთან და ავთოთ ტირის როიალი TikTok-ზე ხო და მე რა მაინტერესებს როგორ დაიწყო ზოგადად ეს ისტორია. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ვისპეკულიანტებთ. აი, იღვიძებს ეს წყვილი ხომ და ან ნუ რა ვიცი, სამსახურიდან მოდის ეს ბიჭი და ეუბნება თავის ცოლს, რომ საყვარელო, ერთი სიურპრიზი მაქვს შენთვის. და ამ დროს ცოლი, ვაიმე, კნუტი, პატარა ბრიტანული კატა ესეთი მოკეცილი ყურებით ხო ნაცრისფერი. აუ, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. არა, უკეთესი. ძაღლი, ვაიმე, ჩიხვახვა რომ მინდოდა მთელი ცხოვრება ეს მაჩუქე, აბა სად არის, სად ვიპოვო? არა, უფრო უკეთესი. უფრო კეთილშობილური საქმე. ვაიმე, გოგა, ბავშვი შევიფარეთ სახლში, ანუ სხვის შულოს გავზრდით, ამდენად კეთილები ვართ. აი, შოკირებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის, გოგა, ყოჩაღ, მაჩვენიება ბავშვსად არის და ამ დროს შემოდის ბავშვი. 40 წლის შეშლი ჯონი და ხელში ისჭრავს წებოიანი პარკი. ვინ თქვა ჯონი მოგდაო? ვინ შეგეთქვა? თვითონი მოგდა. ანუ ცოლმა თქვა რომ კარგი. კი ბატონო, იმ ოთახში დაიძინებსო. ბუჭო. და შეშლი ჯონი არც ესალმება გოგოს. აგრძელებს უფრო აინტენსიურებს ამის თქოს. წებოიანი პარკის და სად არის ჩემი ოთახი, ჩემი დევეცი. ნუ კაი, გადავლახეთ ეს პირველი ეტაპი შემოშვების. როგორ გადავლახეთ, ეგ არ ვიცი, მართლა გმირია ეს გოგო. ჩემი აზრით ამ გოგოს მართლა ნობელის პრიზი უნდა გადაეცეს კეთილშობილებისთვის, რომ უძლებს ესეთ ქმარს, რომელმაც შეშლი ჯონი მოუყვანა სახლში. ახალგაზრდა გოგოა მით უმეტეს. შვილებიანი. და ანუ ამ წყვილმა გადაწყვიტა, რომ კეთილი საქმე გაეკეთებინათ და მოიყვანეს არა კატა, არა ძაღლი, არა უსახლკარო ბავშვი, არამედ 40 წლის კაცი, რომელსაც ქვია შეშლი ჯონი.
აი მე მინდა ზოგადად აი ყოველდღიურობა წარმოვიდგინოთ წყვილის რა. აი დილით იღვიძებენ ხო და საყვარელო ყავას და ლევ. კი, მადლობა საყვარელო. მე ჯონისთან მიდის ეს გოგო. ჯონი ყავას და ლევ. არა ჩემი წებოიანი პარკი მომეცი და ეგა. ან ღამით ძინავთ და იქიდან სამზარეულოდან ესმით ხმარო. გოგას ეღვიძება და საყვარელო ტვერსასრუტი დაგჭა ჯართული თუ რა ხდება ეგ სამზარეულოში. არა, არ დამრჩენია, რა ვიცი, მიდი ჩადი შეამოწმება. გოგაც ნახევრად მძინარე დგება. ჩადის სამზარეულოში და ეგ ჯონი დგას და იმას უნდგავს. კომპიუტერების საწმენს. ან ესე წვანან რაღაც სერიალს უყურებენ ეგ. Breaking Bad-ი ჩართეს, რადგან მეგობრებმა ურჩიეს, რომ Breaking Bad-ი ნანახი არ გაქვთ, უეჭველი უნდა უყუროთ და რაღაც მოიმარგეს პოპკორნი, ჩიპსები, რაღაცები, რომ მოდი დავიწყოთ, აი შაბათ-კვირას ხო ვისვენებთ ორივე და მოდი დავიწყოთ ამ სერიალის ყურება. დაწვდნენ კომფორტულად იქ დივანში, მოიმარაგეს სნეკები და ამ დროს ჯონი კაბელებს ღეჭავს. ახალ წყვილს ხო აქვს ხოლმე, ჯერ რო შეხმატკბილებული არიან, ჯერ რო არიციან რომ დაშორდებიან, რომ საყვარელო გთხოვ, მიდი შენ გამოუცვალე ბავშვს პამპერსი, რამე ხო წინაზე გამოუცვალე და ამათ შემთხვევაში რა ხდებოდა, რომ საყვარელო გთხოვ, ჯონი ისევ კაბელებს ღეჭავს და მიდი რა შენ გამოაძრე პირიდან კაბელები და ჯონი კუთხეში ზის და ტელევიზორის კაბელებს ხრავს. და სოსკის მაგივრად რომ კაი მოდი დავამშვიდოთ რა სოსკას რომ უნდა გადააჩვიონ ბავშვი და მოდი რა დავამშვიდოთ რა კი ვიცი რომ ეხა 2 წლისაა და უნდა გადააჩვიოს მაგრამ მიუცეთ და ჯონის რო აძლევენ წებოიან პარკს აჰა ჯონი შენ წებოიანი პარკი და დამშვიდე ჯონის შვიდდება ეს ეწובה და აღამით ზღაპრებს რო უყვებიან ბავშვებს ან რაღაც საყვარელ თოჯინას აძლევენ აქ რას აძლევდნენ რომ აჰა ჯონიკო შენ აეროზოლი ეს სულ ხოჭოებს რო კლავს ხოჭოები ხო ვაფშე უკვდავები არიან იმენ 100 წელი ცოცხლობენ და ჯონი მაგაზე იმაზე საუზმეთ იღებს თითო ბანკა აეროზოლ კარგი დღე გამოვა დღეს და ძილის წინ რომ მაგას აძლევენ აეროზოლს რომ აჰა ჯონიკო ის უნდქე აეროზოლი და ტკბილად დაიძინებ გიჟები ხართ ხალ ხო არ ვიცი მართლა რა ანუ ჯონიკო შეჭამ კარტოფილს თუ გაზქურასთან გაარჩევ საქმეებს რომელიც გუშინ დაიწყე ვიცით რომ გაწყენა მაგდეულმა და რაღაც შეურაცხყოფა მოგაყენა მაგრამ მოდი ხვალ გაურჩიე საქმეები მოდი ჯერ კარტოფილი ჭამე ჯონი გაზქურასთან ზის და შენ ჩემი იცოდე რომ BMW ჯობია Mercedes რა და მაგას ყოველთვის დაგიმტკიცებ ძმა და აგიხსნა და გაზქურას უხსნის ამ ყველაფერს და აქ ესენი სხედან და მე ერთმა საჭმელს ბავშვებთან ერთად ბიჭო აი ეგ არის სიგიჟე ანუ ბავშვებთან ერთად ან ახალი წელი ახალმა წელმა როგორ ჩაიარა ანუ აი წყვილების საქმიანობას განვიხილავ რა აი ახალმა წელმა როგორ ჩაიარა რომ აი წყვილები ერთმანეთს უდებენ საჩუქრებს რომ აუ არ გახსნა იცოდი არ გახსნა აუ ძალიან მოინტერესებს აუ ამ ხელა საჩუქარი აუ რა არის გუგა აუ არ გახსნა იცოდე და ესე და ჯონის რას უდებენ აი ჯონის რას უდებენ ერთმანეთს ჩუქნიან რა ვიცი ბიჭი რაღაც კაბას ან რამე საჩუქებს ან უთო საჩუქებს თუ დებილი ბიჭია და გონია რომ გოგოებს უთო უხარიათ გოგო აჩუქებს რაღაცა ბანდს საათს რომელსაც ბიჭი გაიკეთებს და მადლობა დიდი და ჯონის რას უდებენ ჯონის უდებენ 16 წელი გაბაგამა ესეთ პარკებში ესეთ პატარა შეფუთოებში როა შეფუთული რომ თითო ტაბლეტი თითო შეფუთვაში და 16 წელი ყრია ეს რა ჯონი მიიღე და იკაიფე 2 დღე
ვახ, ჩემი ბედობამდე გაგიჯავს ჯონი. ან არ დადეგებზე რომ მიდიან სადღაც დასასვენებლად მთელი ოჯახი, რომ ეს წყვილი, თავის შვილები და ჯონი. და ესენი პლაჟზე სეირნობენ. ბავშვები იქ ბანაობენ, რაღაცა ესენი ბავშვებს აკონტროლებენ, იქ სიმინდს ყიდულობენ, ოჯახურად რაღაც ნაყინებს, ცივ წყალს, რამეს და ჯონი იქ თოლიებს უხებს. მე დაამუღავს რომ თოლიებს ყეფა არ ესმითო და მეუ 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 და მედუზებს რო დაასდევს რომ ჩემი რა სიგიჟია ბიჭო ანუ და ზოგადად რატომ გადავწყვიტე მეგობრებო ამ ვიდეოს ჩაწერა იმიტომ რომ აი ეს ვიდეო შემხვდა სადაც გოგა საუბრობს რომ შეშლილი ჯონი გაექცათ ანუ შეშლილი ჯონი მიხვდა რომ ეს უფრო გიჟი იყო ვიდრე თვითონ საკუთარი თავი რომ გადაწყვიტა შეშლილი ჯონის შეფარება და მართლა ულოცავ შეშლილი ჯონის რომ გაიქცა იმიტომ რომ არ ვიცი გოგა ჩემო კარგო ყოჩაღ თუ ჯანმრთელი ხარ და ყოჩაღ თუ გგონია რომ მენტალურად დაავადებულ და ავადმყოფ ადამიანს შენ ზრუნვით გამოასწორებ მაშინ მართლა ყოჩაღ კი არა და უბრალოდ ცხოვრებისეული გამოცდილება გაკლია იმიტომ რომ ყველა ჯანმრთელ და ნორმალურ ადამიანს გვესმის რომ არსებობს გიჟი რომ აი ვიღაცა რა ვიცი მე 20 წლის გოგო იძახის რომ აუ ფაიმე აი ძალიან გიჟი ვარ ADHD მჭირს ხო ნუ მაგას კაი გამოასწორებ ზრუნვით და ეტყურე დაიჯვე ADHD არა HDMI გჭირს მაგრამ ანუ ფსიქიკურად გიჟს რომ სახლში შეიყვან და ცდილობ რომ აი მე ამას ზრუნვით გამოვასწორებ ანუ მოსე ხარ თუ რა ვიცი მე თო ღმერთი ხარ თუ როგორ უნდა გამოასწორო ანუ ადამიანი არის ფსიქიკურად გიჟი გესმის შენ გოგა აქ იმაზე არ არის რომ ადამიანს ზრუნვა აკლია ან ყურადღება აკლია ან საჭმელი აკლია ან ტანსაცმელი აკლია თუ ადამიანი ფსიქიკურად გიჟია ის არის ფსიქიკურად გიჟი და შენ რო ცდილობ რომ მე ამას ზრუნვით გამოვასწორებ უარესი გიჟი ხარ ძმაო ანუ არ ვიცი მართლა რა წარმატებები თქვენ ოჯახს მეგობრებო წარმატებები რა ვიცი ყველაფერში მართლა ოღონდ გაიზარდეთ ცოტა რა იმიტომ რომ ნუ იფიქრებთ რომ თქვენ ვინმეს დაეხმარებით მით უმეტეს მენტალურად გიჟებს ბიჭო ანუ ეს ხომ ის არ არის რომ რაღაცა ვაიმე აი დალია და მანქანა დაამტრო არა ეს ადამიანი დილით რო იღვიძებს უკვე გიჟია უკვე კედლებს ელაპარაკება უკვე ტოსტერს ეჭხუბება უკვე გაზქურას ეხიპიშება რომ შენ ჩემი ძმა ბენვე რა ბენვე არ გევასება გაზქურას ეჭხუბება იმას სუნთქავს რა ქვია დუსტერს ბლიად აეროზოლს სუნთქავს რომელიც ხოჭოებს კლავს წამში წებოიან პარკებს სუნთქავს და თქვენ აქ ჩვენ მოვეფერებით და გამოვასწორებთ მას მოდი რა მეგობრებო ანუ ღმერთად ნუ გამოვიყვანთ თავს და თქვენ ცხოვრებას მიიხედეთ მართლა ხალხო გიჟები ხართ მაგრამ გიჟები ხართ აბა რა ხარ შეშლილ ჯონის რო სახლში შეიყვან გიჟი ხარ აბა რა ხარ full energy უღრმესი მადლობა რომ ეხმარება ჩვენ გადაცემას ფინანსურად ენერგეტიკულებით რომ ჩვენ გიჟებივით ვიგრძნოთ თავი 10 წელი full energy ხიეთ ეგრევე და შეშლილი ჯონივით იქნებით კოცით ვიყარ ხართ გამოიწერეთ არხი მადლობა ყველას